ორი სიტყვა სახარებიდან და ამით დავასრულოთ. ნახეთ, აი რაც მე სახარების შემდეგ ვისაუბრე. ნახეთ, როცა პასუხი მოსთხოვა ღმერთმა იმ კაცს, ვინც თავისი ტალანტი არ გაამრავლა, რა უთხრა იმ კაცმა? ეს მინდა გავიმეოროთ, რომ დაგვა. შენო სასტიკი კაცი ხარო, ფიცხი კაცი ხარო და უსამართლო კაცი ხარო. რატო უთხრა ეს ქრისტეს იმ კაცმა? რატო უთხრა? იმიტომ რომ არ ქონდა ურთიერთობა ქრისტესთან თავს ცხოვრებაში, არ იცნობდა ქრისტეს. ქრისტეზე ქონდა აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა. შენო კაცრი და სასტიკი და უსამართლო კაცი ხარო, ამას ეუბნება ძეს ღვთისას, რომელმაც თავი დადო გოლგოთაზე ჯვარს ეცვა მისთვის. დღესაც ხომ ხდება ეს? რამდენია მონათული ქრისტიანი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ქრისტე. ხომ არის ასე? ამიტომ ყველა ის ადამიანი აი ესეთ დღეში ჩავარდება, აი როცა პასუხს აგებს ქრისტეს წინაშე, რადგან არ იცნობს ქრისტეს. ისე დაამთავრა ცხოვრება, მან ვერ შეიცნო მისი უფალი. და უფალი როგორ უნდა შეიცნო? წმინდა წერილიდან უნდა შეიცნო უფალი. ყველა ვინც კი მოდის ხოლმე ჩემთანაც, ყველას ურჩევ, იკითხე წმინდა წერილი, იკითხე სახარება. აქედან გეტყვის ღმერთი ყველაფერს, რა უნდა გააკეთო შენ ცხოვრებაში. სხვაგვარად არ არსებობს ქრისტიანობა. არ არსებობს სხვაგვარად ქრისტიანობა. ამიტომ მიუბრუნდეთ წმინდა წერილს. ყველა დანარჩენი ეკლესიაში წირვა, ზიარება, ღვთისმსახურება, ყველაფერი სახარებიდან გამოდის. აქედან ამოდის ყველაფერი, გესმით? აქ არის პასუხი, აქედან ვსწავლობთ ყველაფერს. გესმით? ეს არის მთავარი. ამიტომ მიუბრუნდეთ და მე აი ამ საეკლესიო ახალ წელიწადს ვისურვებდი, რომ მეტი ვიკითხოთ, მეტი ვიფიქროთ, მეტი ვიმსჯელოთ ამაზე. აი შემდეგ კვირას ჩვენ არ გვაქვს არაფერი დაგმე, შემდეგ კვირას ჩავატაროთ სულიერი საუბარი და მე ზუსტად სახარებიდან რამოდენიმე აქტს განმარტოთ და ნახოთ როგორი საინტერესოა, როგორ ჩანს ჩვენი უფლის სახე და მისი ღვთაებრივი მსხვერპლი, რომელიც მან გოლგოთაზე მიიტანა. და ნახეთ, ოთხშაბათს არის ჯვრის ამაღლების დღესასწაული. ჯვარს ამაღლებაა ოთხშაბათს და მე ჯვარზე მინდა გითხრათ ერთ სიტყვა. ნახეთ, ეს არის იოანეს სახარებიდან მესამე თავიდან და ეს ადგილი არის ძალიან ხშირად, ძალიან სწრაფად გაგებული ადგილი ქრისტიანებისთვის, ბევრი ქრისტიანისთვის. ნახეთ, არის აქ ასეთი ადგილი, რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი წერია, რომ მისცა ძე ღვთისთვისი მხოლოდ ჩობილი, რათა ყველას, ვისაც წამს, იგი არ წარწმდეს, არამედ კონდეს საუკუნო სიცოცხლე. ხან ეს თანამედროვე ქართული წაიგდა. ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი ეს, რომ საკუთარი ძე მისცა, რათა ჯვარს ეცვას და ვისაც წამს, მისი ჯვარცმა კი არ წარწმდეს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს. ადამიანები ამას იგებენ, რადგან ახალ თარგმანში დაიკარგა ის ნამდვილი აზრი. ძველ თარგმანში ასეა. რამე თუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი ეს. რამე თუ ესრეთ. ესე, ამ სახით. ქართულში სამეში ასე დღეს და სხვა ენებში ასე დღეს. ასე ძალიან შეიყვარა ღმერთმა სოფელი. ესმით და ადამიანები ფიქრობენ, რომ აი ძალიან უყვარს ღმერთს სოფელი. მართლაც, აი სიყვარულია ღმერთი. ასე ძალიან უყვარს ღმერთს. ამას კი არ ნიშნავს. ქრისტე აქ ელაპარაკება ნიკოდემუსს. ნიკოდემუსი ეუბნება ქრისტეს, ნიკოდემუსი არის მოხუცი, ფარისეველი, რჯულის მცოდნე, მათი სინედრიონის წევრი, ღამე მოვიდა ქრისტესთან სასაუბროდ და ეუბნება ეს ნიკოდემუსი მოხუცი ამ ახალგაზრდა რაბის ქრისტეს, რომ შენო ეუბნება არ ახარო ხელდასხმული რაბინიო ჩვენ შორის. ნუ ქრისტე არ იყო ტრადიციული სახით ხელდასხმული, სინედრიონს არ მიუწია მისთვის ბრძლობა, რაბინობა. მაგრამო შენთან ღმერთია ეუბნება ნიკოდემუსი. რადგან არავის შეუძლია იმ საქმეების აღსრულება, რასაც შენ ასრულებ, თუ მასთან ღმერთი არ იქნებაო. და როგორ ახერხებო ამას? ამას ეკითხება ნიკოდემუსი, კითხვა ეს ამაში მდგომარეობს. აი რა არის შენში ისეთი, რომ ასეთი ძალა საიდან გაქვს ეუბნება ნიკოდემუსი? და ქრისტე ეუბნება. ვინც თავიდან არ დაიბადება, ვერ შევა ცათასასუფეველში. და როგორ ეუბნება ნიკოდემუსი, მოხუცი კაცი, როგორ უნდა დავიბანო თავიდან? და ქრისტე აკეთებს პასუხს. როცა დაინახავთ ჯვარზე ამაღლებულ ძეს ღვთისას, აი ისე როგორც წარსულში მოსემ სპილენძის გველი აწია ბანაკის თავზე და ვინც შეხედავდა რწმენით გველის ნაკბენისგან აღარ კვდებოდა. ხო გახსოვთ ეს თქვენი ისტორიიდან ეუბნება ქრისტე. აი ასე როცა დამინახავთ მე
გოლგოთაზე ამაღლებულს, ვინც შეხედავს და იწამებს აი ამ სხვებს, ის დაიბადება თავიდან, ის მოინათლება წყლისაგან და სულისგან და მას ექნება ის ძალა, რომელიც მაქვს მე. აი ეს არის ამ საუბრის შინაარსი. და შემდეგ იოანე აგრძელებს ამას და ამბობს აი ამბობს, რამე თუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, ანუ ამ სახით, აი ამ გზით შეიყვარა ღმერთმა, გესმით? ის კი არა, ისე ძალიან კი არა, აი ამ გზით, მისი ძის ჯვარცმის გზით შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ ვინც იწამებს მის ჯვარცმას, კი არ მოკვდეს, ან წარწმუნდეს, არამედ გქონდეს მარადიული სიცოცხლე. აი ამ დიალოგში არის მთელი ქრისტიანობა, გესმით? აი ამ გზით, მარტო სიყვარული კი არა, უნდა იწამო მისი ჯვარცმა შენი გადარჩენისათვის. რადგან ამ გზით შეიყვარა ღმერთმა სოფელი. აი ამას მახსენებს ჯვარის ამაღლების დღესასწაული და როცა მე გახსოვთ, როდესაც მე ჩამოლოცვას ვამბობ, ხოლმე მაღლა ვმარწევ ყოველთვის ჯვარს, რომ თქვენ წვენით შეხედოთ ამ ჯვარს, გაიხსენოთ, რომ მისმა ჯვარცმამ თქვენ გადათავისუფლად სასჯელისაგან. ისმით, ის მძიმე ცოდვები, რაც ჩვენ ჩავიდინეთ ჩვენს ცხოვრებაში, ის ცოდვები ჩამოგვირეცხა მისი ძის ჯვარცმა. სასჯელი აქცივდა ჩვენ, მან მიიღო ყველა სასჯელი და ახლა ჩვენგან რა მოითხოვება მხოლოდ, რომ წამდეს, რომ მან გამოგვიხსნა ამ სასჯელისაგან. მეტი არაფერი. და აღარ შევცოდოთ. ხვდებით? აღარ შევცოდოთ. აი წარმოიდგინეთ, ერთმა პატიოსანმა კაცმა ჩემთვის თავი რომ გაწიროს, სულ მთელი ცხოვრება მახსოვრება, ხომ ასე? აი ვიღაცამ რომ მითხრას, შენ 25 წელი გეკუთვნისო ციხეო, რომ ვიღაცამ რომ მითხრას, მაგალითად. და მე ერთმა პატიოსანმა კაცმა რომ თქვას, რომ ეგ კი არა მე ვარ დამნაშავეო და ის რო ჩახონ ციხეში. ხომ მაგალითს ვამბობ. მთელი ცხოვრება მე ხო მახსოვრება, რომ ეს კაცი ჩემი გულისთვის დაისაჯა, ხო მახსოვრება. და ის კაცი, ვინ ჩემი გულისთვის დაისაჯა, წმინდანი რო იყოს, აი წმინდა კაცი რო იყოს. ხო უფრო მეტად მე შეაწუხებს ეს ჩემს სინდის, ხო? რომ აი ეს წმინდა კაცი, რომელსაც არც ერთი ცოდვა არ ჰქონდა ჯადრილი, ჩემს მაგივრად ზის ციხეში. ხო? ხო მე წესით უნდა შევიცვალო როგორც ადამიანი, მე ხო აღარ შეიძლება ისევ იმ კრიმინალში ცხოვრება გავაგრძელო, ხომ ასეა? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ღმერთის საკუთარი ძე მოკვდა შენი ცოდვებისთვის. აი როგორ შეიძლება შენ ისე გააგრძელო ცხოვრება? აი ამაში მდგომარეობს ყველაფერი. ვიკითხოთ სახარება, შევიცნოთ ქრისტეს სახე, აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, ძმებო და დებო, როგორცო მშობიარესო, ისე მტკივაო, ტკივილები მაქვსო მშობიარესავით, რატომ მოიციო? ჯერ ქრისტე არ გამოისახა თქვენში. ჯერ ქრისტე თქვენში არ დაიბადა, გიქადაგებთ, გასწავლთ, მაგრამ ჯერ აი ქრისტე არ იშვა თქვენში, რომ დაინახოთ მისი სახეო და მე ჯერ ისევ ტკივილებში ვარო, სანამ არ გამოისახება ქრისტეს სახე თქვენში და არ შეიცნობთ ძეს ღვთისას თქვენს უფალს, აი. მე მგონი ჩვენთან ბევრმა უკვე შეიცნო, ბევრი შეცნობის პროცესში ვართ და არადვილი არ არის. გეთანხმები ადვილი არ არის, მაგრამ სულიწმინდა იმიტომ მოგვივლინა ღმერთმა, რომ სულიწმინდა გვეხმარება, რომ ის ადვილი რო არ არის და გაუგებარია, გაიხსნას და ნამდვილმა ყველაფერი გაგვიმართოს. გესმით? ეს შეუძლებელი არ არის, ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. დაგლოცოთ ღმერთმა და ეს არის მრავალს, შემდეგ კვირას, ასე იგი წირვის შემდეგ იქნება სულიერი საუბარი ძალიან საინტერესო თემაზე. დარჩით და ეს არის და ვისაუბრებთ.